al Kilimangiaro i Meteki. მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ჩუბის 60 კითხვა. დღეს ჩემი სტუმარია ანსამბლ მეტეხის ყოფილი მსახიობ მოცოკვავე სოლისტი, ანსამბლ თამარისის მთავარი ქორეოგრაფი ბატონი დავით კოპაძე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ დამთანხმდით დღევანდელ ინტერვიუზე. მოდით პირდაპირ დავიწყოთ. ვინ გაზიარათ ქართულ ცეკვას? ქართულ ცეკვას მაზიარა გარსევან მემანიშვილმა და მურადი ბაკურაძემ. ჩემთვის ეგ ხალხი ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია იმ მხრივ, რომ როდესაც პირველად ცეკვაზე მიმიყვანეს, ძალიან თბილად შემხვდა ორივე. მაგათი ჩატარებული რეპეტიციები, შევადარებდი ესეთ რაღაცას. აი ლექციასავით იყო ჩემთვის, ლექცია რომელიც ყველას გვაქვს ალბათ ინსტიტუტი დამთავრებული და გამორჩეულად რაღაც ლექტორი ყვარებია, რომლის რეპეტიციას რომლის ლექციაზე შესვლა ალბათ გვიყვარს. ესეთი მეც ყავდა ბევრი და აი ძალიან მიხარობდა ამ რეპეტიციაზე მისვლა. აი ესეთი სტილით გვიხსნი და ესეთი მოქცევა ჰქონდაც, რომ ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა იქონიეს. ორივე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მხრივ ამ ხალხით. ბევრი რამე ითამაშეს ჩემ ცხოვრებაში, დიდი როლი ითამაშეს. რომ და ქართულ ცეკვას გავყევი, ქართულ ცეკვას ვეზიარე და ქართული ცეკვით სულგმულობ დღესაც. როგორ გაიხსენებთ ბავშვობის პერიოდს, როგორ გარემოში იზრდებოდით? თავიდან სანამ მშობლები ცოცხალი მყავდა, ძალიან კარგი პერიოდი ჰქონდა, ისეთი ოჯახი მყავდა, დედა ექიმი მყავდა, მამა ინჟინერი, ავტოინჟინერი იყო. სანამ დაიღუპებოდნენ, ჩემი ბავშვობის პერიოდი თითქმის ფანტასტიკური იყო. მე ადრეულ ასაკში დამეღუპა ორივე და იმის მერე ძალიან ბევრი პრობლემები შემხვდა ცხოვრებაში. როგორ გაიხსენებთ ანსამბლ მეტეხში მისვლის დღეს? როდესაც პირველად ანსამბლ მეტეხში მიმიყვანა ჩემმა მეგობარმა, მალხაზ ბობოხიძემ, თვითონ სრულიად შემთხვევით მოხვდი. თვითონაც ცეკვავდა, წარმოშობით მალხაზი არის ქუთაისიდან, ჩემი ახლო მეგობარია დღემდე, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. შემთხვევით ქუჩაში შევხვდი, ის იყო რაღაც რუსთაველზე რაღაც საქმე მქონდა არ მახსოვს ზუსტად და შევხვდი მალხაზი მითხრა ანსამბლში მე მაშინ აღარ ვცეკვავდი უკვე სადღაც 2 წლიანი პაუზა მქონდა ჩემი საცეკვაო კარიერიდან და მინდოდა სადმე მივსულიყავი. მალხაზი მიმიყვანა პირველი რეპეტიცია ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კარგად შეხვდა თვითონ ბატონი გელოდი, დათო, გელა, თვითონ ანსამბლის წევრები, ყველანი აი მისვლის დღიდანვე, როდესაც პირველად მივედი, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა თვითონ იქ ყოფმა ხალხმა, ანუ მოცეკვავე გოგონებმა, ბიჭებმა, თვითონ გელოდინ, ძალიან თბილად შემხვდა ყველა. და კარგად მახსოვს ის დღე, პირველი დღე გაცნობის, პირველი რეპეტიციის დღე და ძალიან თავისუფლად შევეწყვე იმ დღიდანვე თვითონ ანსამბლს. დაახლოებით რა დროს უთმობდით საკუთარ თავზე მუშაობას? რეპეტიციების დამთავრების შემდეგ ვჩებოდით ბიჭები დარბაზში, გოგონებიც ჩებოდნენ და დაახლოებით დამატებით ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ 5-6 საათი გულვარჯიში, აი იმის მერე რეპეტიციების მერე
ну ზოგადად ყოველთვის დარბაზი ხშირად ვიცვლედით დარბაზს ყოველთვის იყო პრობლემები დღემდეაც ეგრე არის დარბაზის პრობლემა საქართველოში არ ვიცი ალბათ არასოდეს როდის მოგვარდება იქ ძალიან რთული საკითხია რა ვიცი სადღაც ბევრი შემთხვევა ყოფილა რომ 5-6 საათი დავრჩენილიყო და გვივარდიშია თქვენი პირველი კონცერტი ანსამბლ მეტეხთან ერთად ზუსტად არ მახსოვს პირველი კონცერტი სად იყო, მაგრამ ნუ განცდა და განწყობილება იყო, ცოტა ისეთი ძალიან ღელავდი, მაინც პირველი კონცერტი იყო, ნუ საკუთარ თავზედაც ნერვიულობდი და ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი აი იმ ყველაფერს, რომ პროგრამა ნორმალურად წასულიყო და პირადად რაც მქონდა დავალებული, ანუ არ შემშულობდა, რამე არ გამოსულიყო ისე, რომ რას თვითონ ჩემი თავით არ დავჩენილიყავი პირველ რიგში უკმაყოფილო. ზოგადად ისეთი ტიპი ვარ, რომ არასოდეს ჩემი თავით უკმაყოფილი არ ვარ. რამდენად თვითკრიტიკული იყავით ანსამბლში ცეკვის პერიოდში? დღემდე ეგრე ვარ რა, ანუ ძალიან ბევრი რამე არ მომწონდა ყოველთვის ჩემ თავში, თუნდაც შესრულებაში თვითონ აი ძალიან ბევრს მუშაობდი, რომ ჩემი ოსტატობა დამეხვეწა და მაღალ დონეზე ამეყვანა. ძალიან დიდი შრომის ფასად მივაღწიე ალბათ იმას, რასაც დღეს ვაკეთებ. დაახლოებით რამდენ ქვეყანაში იმოგზაურეთ ანსამბლთან ერთად? დაახლოებით ვიყავით რაღაცა 30-ზე მეტ ქვეყანაში. ძალიან ბევრი გასტროლები მქონდა. ზოგჯერ იყო შემთხვევები, რომ ერთ გასტროლზე 3-4 ქვეყანაში დავდიოდით. ეს იყო ჩემთვის დაუვიწყარი წლები. აქედან რომელ ქვეყანას გამოარჩევდით? ყველა გასტროლი თავისებურად ძალიან კარგი იყო, ძალიან შრომატევადი. გამოვარჩევდი ახალი ზელანდიის გასტროლებს. ეს იყო რაღაცა ფანტასტიკური მხარე. ამას დიდი შთაბეჭდილება იქონია ჩემზე. დიდი ბრიტანეთს გამოვარჩევდი. აი ამ გასტროლებს. ნუ ახლა იყო შემდეგი გასტროლები, მაგრამ ეს განსაკუთრებით ძალიან დაუვიწყარი იყო. რას ეტყოდით ანსამბლ მეტეხის ხელმძღვანელობას? ძალიან მიყვარს ჩემი ხელმძღვანელი, ჩემი გელოდი ფოცხიშვილი, ჩემი დათო და გელა. ძალიან მადლობელი ვარ. მაგათი მხარდაჭერა, ყველაფერი აბსოლუტურად თქვენ შემოგევლეთ, თქვენი დამსახურებაა, რომ აუ, ამ მთელი მსოფლიო მოვიარე. ყოველთვის ყველა გასტროლზე დავდიოდი. არასოდეს არც ერთი გასტროლიდან არ დარჩენილი ვარ. ყოველთვის ანუ რა ვიცი, მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობდი და შემოგევლეთ თქვენ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გელოდი და ძალიან დიდი მადლობა ჩემო დათო და ჩემო გელა. ძალიან მიყვარხართ, ფისო, ყველა, აბსოლუტურად შემოგევლეთ თქვენ. ერთად მოვიარეთ მთელი დედამიწა და აი ეს დიდი სიყვარული დღემდე გულში მაქვს და არასოდეს არ მოკვდება. გაიხსენეთ რაიმე კურიოზი. კურიოზი რაც შეეხება, ნახე ძალიან ბევრი კურიოზი, მაგრამ მოდი ასე მოვყვები. პირადად ჩემ თავზე მოვყვები კურიოზი. ჩემი მეტეხში ყოფნის პერიოდში ერთ-ერთი ბოლო გასტროლი იყო წელი, აღარ მახსოვს რომელი წელი, ვიყავით ანტალიაში გასტროლებზე. ზოგადად რაღაც ესეთი ზღვისპირას გავედით, ესეთი რაღაც ესაუ ჩასასვლელი იყო. ჩავედით და მთელი თორე ნახევარ ანსამბლზე მეტი მაინც დასვენების დღე ქონდა, არ იყო ეს კონცერტის დღე და რა თქმა უნდა ვანაობთ რა ზღვაზე და ესე როდესაც პლაჟის წინ იყო ორი პატარა კუნძულივით. ერთი პლაჟთან ძალიან ახლოს იყო და მეორე ცოტა მოშორებით იყო. ესეთი საღამოა, მაგალითად საკმაოდ დატვირთული გასტროლი იყო რა და ყოველ შემთხვევაში ესე მიდიოდა ხოლმე, მიეწყობოდა კონცერტები. ესე 17-18 კონცერტი, მე ორი დღე დასვენება რა და ის იყო რა, ჩვენთვის იყო ძალიან კარგი განტვირთვის დღე და წარმოიდგინეთ ესე ძალიან შვიდი ზღვა არის. ესე მზე ჩადის რაღაცა და აუ შევცურე მივდივარ მივახტიე პირველ კუნძულამდე. მერე გადავედი მეორე კუნძულზე და მეორე კუნძულიდან დავჯექი და ეს რაღაც დამშვიდებული ვარ და ესეთი შვიდი ზღვა იყო რაღაცა რომ გავცურე მივდივარ და უცებ აი ამ კუნძულს კარგად ვარ რა გაშორებული მეორე კუნძულს და უცებ წარმოიდგინე რა ჩემ წინ აი ესე პაურით მიდიოდა და რაღაცა საშინელება ამხდა შავი წარმოიდგინე რა და მე მეგონა რომ აი ზვიგენი არა და ხმელთაშუას ყო წარმოიდგინე აი დავიწყე რაღაცები მე გავერკვიე რა ხდება და მოუცურა და წარმოიდგინე თელე ვადალაზი წარმოიდგინე ან ყვინთავი რა იქ თევზებს იჭერენ და ან მაფხილებდა რომ ჩანგლებში არ მოყვეო რა და ამომიხდა წინ წარმოიდგინე რა და მე ახლა გული გამისკდა ჩემ წარმოდებ შვიდ ზღვაში ვიცურავ არაფერი არ შედა უცებ შავი რაღაცა ამხდება აი გეუნო
ისეთი გამოწყალხი დღემდე კვდება სიცილით. თქვენი აზრით, რამდენად უწყობს ფეხს დღევანდელი ქართული ქორეოგრაფია ეპოქის რიტმს? ზოგადად არსებობს ესეთი ცნობილი ფრაზა, ქართული ცეკვა არის ცოცხალი ორგანიზმი. ქართული ცეკვა თვითონ ისეთი სტრუქტურაა და ისეთი მიმართულებაა, რომ ყოველთვის უნდა განვითარდეს, ყოველთვის ისეთ საფეხურზე უნდა იდგეს, რომ ყველა პერიოდის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. ეს აუცილებელია, აუცილებელი ერთ ადგილზე გაჩერება არაფრით არ შეიძლება, მაგრამ არ უნდა დაიკარგოს ის ფესვი, საიდანაც გაიზარდა და აღმოცენდა ეს ყველაფერი. და ეს ყველაფერი ისეთი დაბალანსებული უნდა იყოს, ამას ძალიან ჭკვიანი ხელი ჭირდება, რომ ყველა ეპოქაში წარმოაჩინოს ქართულმა ცეკვამ თავისი თავი, რაც სინამდვილეშია. და ძალიან დიდი სიფრთხილით ჭირდება ამას ხელის მოკიდება და რაც შეეხება დღევანდელ ეპოქას, ესე ვიტყოდი, რომ ალბათ მიყვება იმას, როგორც უნდა იყოს. მოცეკვავეები რატომ განიცდიან ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალიზმის ნაკლებობას? არის ბევრი რამ, რაცაც შეუძლია თვითონ მოცეკვავეს ძალიან შეუშალოს ხელი. ერთი რამ არის, რომ ძალიან ბევრ ახალი თაობის მოცეკვავეს ვატყობ თვითკმაყოფილებას, ანუ რაღაც გარკვეულ წერტილამდე მივლენ და რაღაცა წარმოდგენა აქვთ ისეთი, რომ უკვე დაკმაყოფილდნენ და მაგათ ყველაფერი იციან, მაგრამ ეს არ არის. ინდივიდუალიზმი რო გამოიმუშაო, ეს თვითონ ეს მოცეკვავე ანუ სულით უნდა იყოს ხელოვანი, სულში უნდა ეჯდეს თვითონ თანდაყოლილი ნიჭიც არის ეგ აუცილებლად პირველ რიგში თანდაყოლილი ნიჭზე არის ბევრი რამე დამოკიდებული, მე როგორ განავითარებს თავის თავს და ზოგადად რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს, მე მინახია ბევრი ნიჭიერი ზარმაცი და მე მინახია ბევრი არ არის იმდენად ნიჭიერი, მაგრამ შრომით მიაღწია ყველაფერს. და ინდივიდუალიზმი კიდე ცალკე სხვა სალაპარაკო თემაა იმ მხრივ, რომ ინდივიდუალიზმი არის ინდივიდუალური თვითონ რა, თვითონ ანუ თუნდაც იმპროვიზატორი იყო კარგი, თუნდაც კარგი ეს გამოცდილების ამბავიც არის რა. ძალიან დიდი მაგრამ სულშიც უნდა გეძდეს და ნიჭიც უნდა კონდეს ამის. ინდივიდუალიზმი არის ცარიელი ნიჭი. ყველაზე საჭირო ლოზუნგი დღეს. ყველაზე საჭირო ლოზუნგი ჩვენ თუ შემოვიფარგლებით ქართული ხელოვნების და ქართული ცეკვის გარშემო, ყველაზე საჭირო ლოზუნგი არის მეტი ყურადღება ქართულ ცეკვას. ყველას მხრიდან, ანუ ვისაც უყვარს ქართული ცეკვა, ვისაც მიაჩნია, რომ ქართულ ცეკვას შეუძლია ძალიან ბევრი რამე გააკეთოს ქვეყნისთვის. მომავალი თაობის სწორედ აღზრდაში, რა ვიცი, ეს არის რა. ცეკვის გამო თუ გითქვამთ რამეზე უარი? ძალიან ბევრი რამეზე ვითხოვს უარი. ზოგადად ქონდა რაღაც შემოთავაზება, წავსულიყავი რუსეთში, მაგრამ უარი ვთქვი. უარი ვთქვი, თვითონ მაშინ აქტიური მოცეკვავე ვიყავი და პლუს ამას ბავშვებთან ვუშაობდი. ანუ უფრო ბიზნესის სფეროში მქონდა შემოთავაზება. როგორ ფიქრობთ, რაღაც ეტაპზე ცეკვაში მიმბაძველობა კარგია თუ ცუდი? რაღაც ეტაპზე მიმბაძველობა კარგი არის იმ მხრივ, რომ მაგალითი აიღო შენზე მეტი გამოცდილი მოცეკვავისგან, შენზე უფროსი თაობისგან, მაგრამ თლად მიმბაძველი რომ დარჩე საკუთარ თავს ვერ განავითარებ. ნუ რაღაც მომენტში შენი თავი შენ თვითონ უნდა განავითარო, შენ გონებაში, შენ აზრებში უნდა მოძებნო ის როგორ შეიძლება ასე თუ ის რამე განავითარო შენ თვითონ და შენ თვითონ თუ არ დახვეწე შენი თავი მიმბაძველობით დარჩები ფრაგმენტულად ეგრე არ გამოვა. მიმბაძველობა ერთი ყველაზე კარგი არის, როდესაც მაგალითს იღებ. დღეს ცხოვრების რიტმი უფრო სწრაფია თუ ცეკვის? მე ვფიქრობ მაინც ცეკვის რიტმი. ცხოვრება ცეკვას ვერ დაეწევა. ქართული ცეკვა სხვა არის, ცხოვრება სხვა არის. მთლიანად ცხოვრებაც ეგ არის. ცეკვით საუბარი შესაძლებელია? კი. ცეკვით ლაპარაკობ ყველა შენ ემოციას, ყველა შენ განცდას აბსოლუტურად. ცეკვით შეგიძლია შენი დაბადებაც მოყვე და შენი ისტორიაც. რა ბუნებრივი მონაცემები უნდა გააჩნდეს კარგ მოცეკვავეს? კარგ მოცეკვავეს პირველ რიგში კარგი ადამიანობა უნდა ქონდეს. უნდა იყოს ჩამოყალიბებული ადამიანი. თავის თავზე მომუშავე უნდა იყოს. უნდა იყოს ყურადღებიანი ყველაფრის მიმართ საკუთარი თავიდან დაწყებული. სმენა რაც თავარია. ეს არის პირველი. თუ სმენა არ გაქვს, ვერანაირი მოცეკვავე ვერ იქნები. პირველ რიგში არის სმენა. და ნუ მერე ბუნებრივი და ფიზიკური მონაცემები, რა თქმა უნდა. რით განსხვავდება ქართველი და უცხოელი მაყურებელი? უცხოელი მაყურებელი ძალიან ემოციურია, ძალიან დიდ ადრენალინს გაძლევს, როდესაც ყველაზე დიდი განცდა არის ჩემ ცხოვრებაში ყოფილა, როდესაც პროგრამა მთავრდება, ორი განყოფილება და უცხოელი მაყურებელი, რასაც ქვია, აჟიტირებული ყავს, გაოცებული და
ეს ტაში, რომელიც არასოდეს არ წყდება და იმის ნოსტალგია მაქვს დღემდე და დღემდე მგონია რომ ფარდა გაიხსნება და ისევ გავდივარ. ეს დღემდე გამომყვა. და ქართული მაყურებელი რაც შეეხება ყველაზე კრიტიკულია. ყველაზე რთული არის ქართული მაყურებლის წინაშე გამოსვლა, თუნდაც საკუთარი ცეკვით, თუნდაც საკუთარი ანსამბლით. ძალიან რთულია ეგ მომენტი. დიდი პასუხისმგებლობა გაქვს, იმიტომ რომ ქართული ის კულტურა რაც გინდა შენ რომ ანახო შენ მაყურებელს, შენ საკუთარ მაყურებელს გინდა რომ ბოლომდე გადასცე და ეს ძალიან რთული რაღაცაა. მე ელოდები კრიტიკა რომელიც ძალიან კარგია. ყველანაირი კრიტიკა არის ჩემთვის პირადად მისაღები, მაგრამ მაინც დიდ ემოციას იწვევს ჩემში პირადად ქართული მაყურებლის წინაშე წარდგენა. რომ ყველაზე კრიტიკულად მიმაჩნია. რა ეტაპზეა დღეს ქართული ქორეოგრაფია? რაც შეეხება ქართული ქორეოგრაფია დღეს ვფიქრობ, რომ კი არის განვითარების ეტაპზე, მაგრამ ძალიან ბევრი მუშაობა ჭირდება იმას, რომ ანსამბლებმა იმუშაოს თავისუფლად თვითონ ღირსეული ქორეოგრაფები ემსახურებოდნენ სტუდიებს, თუნდაც ბავშვთა ანსამბლებს, დიდ ანსამბლებს და როგორ გითხრათ, აქ ბევრი ხელი შემშრელი პირობებიც არის. თვითონ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, დარბაზების პრობლემა, ეხლა ვახსენე კიდევაც, მაგრამ მაინც ღვთისმწყალობით მაინც წინ მივდივართ. რამდენად მნიშვნელოვანია კრიტიკა ჩვენს დარგში? კრიტიკა აუცილებელია კრიტიკის გარეშე. აი ადამიანს ელემენტარული დაუშვათ აი რაღაცას აკეთებს, რაღაცა და რაღაც გარკვეული წარმოდგენა აქვს, რომ მან შექმნა კარგი რაღაცა, ანუ თუნდაც შედევრი შექმნა, თუნდაც დიდი რამე დადგა, მაგრამ იმას როდესაც ვინმე არ გააკრიტიკებს, ანუ რაღაცა კრიტიკა არ შეხვდება, ის თავის ჩაიკეტება ესე და სულ გონია რომ ყველაფერს ძლიერად აკეთებს. კრიტიკა ზოგადად ძალიან აფხიზლებს ადამიანს, სხვა რელსებზე გადაყავს და უფრო სხვანაირ რაღაცას ანახებს, რა კრიტიკა აუცილებელია. ვინმეს უსაფუძვლოდ გაუკრიტიკები ხართ? კი, როგორ არა, მაგრამ არ მიმიღია ესე საწყენად. ზოგადად არა ვარ კონფლიქტური პიროვნება რა, ყოველთვის ვითვალისწინებ თუნდაც უსაფუძვლო კრიტიკას და თუნდაც საფუძვლიან კრიტიკას, ანუ ყველა დეტალს ყურადღებას ვაქცევ. ისაც საქმეს ვემსახურები, რომ ამის უყურადღებოდ დატოვება არაფერ შეიძლება. სათანადოდ დაფასებულია ჩვენი დარგი. ჩვენ დარგს ვაფასებთ ჩვენ თვითონ ქორეოგრაფები. სახელმწიფოს მხრიდანაც არის დაფასება, როგორ არის, მაგრამ მე მოვითხოვ რომ მეტი ყურადღება იყოს. როგორ ფიქრობთ, რა როლი აკისრია ქართულ ცეკვას საზოგადოების ცხოვრებაში? ქართულ ცეკვას რაც შეეხება, ეს მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. ეს არის შეხვედრა საზოგადოებისთვის თავისი ქვეყნის კულტურა, უდიდეს კულტურასთან. როდესაც ჩვენ კონცერტებზე ქართული მაყურებელი მოდის, ანუ თქვენთ ქართული საზოგადოება, ის იღებს უდიდეს სიამოვნებას და ის ხვდება, რომ ის არის ქართველი და არის თვითონ აი ამ საზოგადოება არის თვითონ აი ამ უდიდესი მემკვიდრეობის პატრონი, უდიდესი მემკვიდრეობის აი ყველაფერი ხელის შემწყობი და რა ვიცი, მე მგონი ერთ-ერთი უდიდესი როლი უჭირავს თლიანად მთელი საქართველოს განვითარებისთვის, თვითონ პოლიტიკური ყველაფერში და აბსოლუტურად ყველა ასპექტში ვამბობ. ჩოხა უბრალოდ 60-ია თუ უფრო მეტი? ქართული ჩოხა მარტო 60 არ არის, ქართული ჩოხა არის ესეთი რაღაც, რაც მთელ ერის სიმბოლოა რა ჩემი გაგებით, ქართული ჩოხა. ეს არის უდიდესი სიწმინდე ერისთვის. რელიგიური კუთხით რო არ ჩავთვალოთ, ერული მხრიდან რო ვიმსჯელოთ, ქართული ჩოხა, აი ეს არის ძალიან დელიკატური თემა თვითონ ჩვენი ქვეყნისთვის. რა არის თქვენთვის თავისუფლება? თავისუფლება ჩემთვის ყველაზე ძვირფასი რაღაცაა. როდესაც ადამიანს თავისუფლება ეზღუდება, იმას თვალსაჩინოც მოკლე აქვს და ყველაფერი. ძალიან დატანჯულია ის ადამიანი, ვინც თავისუფალი არ არის. რით გამოირჩევიან ქართველი მოცეკვავეები სხვა ქვეყნების მოცეკვავეებისაგან? მე ძალიან ბევრ ანსამბლს შეხვედრი ვარ უცხოეთში გასტროლებზე, თუნდაც პროფესიონალურ გასტროლებზე და თუნდაც ბავშვებთან ერთად ფესტივალებზე, სადაც დიდებიც გამოდიან, მაგრამ გამოვარჩევდი ჩემი ქვეყნის ანსამბლის წევრებს იმ ხრიდან, რომ ჩვენი კულტურა ყველაზე განსხვავდება. თვითონ მოცეკვავეებსაც აი, როდესაც ბავშვობიდან ანსამბლში იზრდები, სხვა კულტურა გინვითარდება. სხვანაირი მოქცევა, მიდგომა, თუნდაც ყველას მხრიდან, ადამიანის გაცნობის მხრიდან, საკუთარი აზრების გაცვლა ხდება, გაცნობა ხდება უცხოელ მოცეკვავეებთან, აი
მაგ დროს აბსოლუტურად ყველა აღნიშნავს, რომ ყველასგან გამოვირჩევით. როგორ შეიქმნა ანსამბლი თამარისი? როდესაც ვცეკვავდი თვითონ ბაბუოდან გადმოცემით, სულ მინდოდა რომ ანუ ქართულ ცეკვას როდესაც მაზიარეს, სულ მინდოდა რომ მე როდესაც ცეკვას თავს დავანებებ, რაღაცა ჩემი შემექმნა, აი არასოდეს არ მიფიქრიანი ბავშვობიდან რომ რაღაცა დიდი და გრანდიოზული, მაგრამ მინდოდა რომ ყოველთვის ყოფილიყავი ქართული ცეკვის სფეროში და ბოლოს ისე მოხდა რომ ნუ ადრეულ ასაკშიდაც დავიწყე უკვე სადღაც 17-18 წლის ვიყავი უკვე ნელ-ნელა თავიდან მოყვარულებით დავიწყე. შემდეგ მოყვარულებმა უკვე ზოგმა თავისი შვილი მომიყვანა, ზოგმა ნუ პატარა რეკლამირებაც მოხდა და უკვე ბავშვებიც მოვაგროვენ ნელ-ნელა რა. ესე დაიბადა თვითონ თამარისის დაბადების იდეა, თვითონ სახელის ეს უკავშირდება თამარ მეფეს და სოფელ თამარისს. სოფელ თამარისში ვიყავით ადრე თვითონ მეტეხიდან, სადაც კონცერტი ჰქონდა. და იქიდან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქაურმა ქართველებმა, იმიტომ რომ ნუ თვითონ თლიანად ის აი ძალიან ცოტაა მანდ ქართული სოფელი და სადღაც ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვიყავით, ხო, ნუ იქ იყო, მე არ გამოვარჩევ ხა ეთნიკურობას და არავის ზედმეტად არ შევეხები რა სულელია, მაგრამ გული დამწყდა რომ ერთადერთი ქართული სოფელი იყო, ნუ ერთ-ერთი იშვიათი ქართული სოფელი იყო და რომელსაც ერქვა ჩვენი უდიდესი მეფის თამარის სახელი და გადავწყვიტე რომ თამარისი დამერქვა. ბავშვებთან მუშაობის პროცესში რა გაძლევთ ყველაზე დიდ სტიმულს? დიდი ენთუზიაზმი და თვითონ ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან რთულია ზოგადად. არ უნდა შეაზიზღო ბავშვის რაზედაც არის მოსული, პირიქით უნდა შეაყვარო. სხვადასხვა ხასიათის არის ყველა ძალიან საყვარელია და ყველა ჩვენი ქვეყნის დიდი მომავალია და არავინ არ იცის ვინ რა გაიზრდება და ვინ რას გააკეთებს საკუთარი ქვეყნისთვის და ყველა უდიდესი ოჯახის შვილები არიან და ამიტომ აი ეს თვითონ რომ ვიცი რომ მომავალ თაობას გავზრდი ისე რომ ქვეყანას გამოადგება თვითონ აი მე თვითონ რომ გადავხედავ ჩემ ნაშრომს რომ რაღაც აი გამეხარდება, აი ეს დიდ ენთუზიაზმს აძლევს. ყველაზე მეტად რა თვისება გეხმარება ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში? ზოგადად ფარხმალის დაყრა არ მიყვარს არაფერზე, რაც არ უნდა დაცემული ვიყო, ყოველთვის ალბათ იმიტომაც მეძახიან კაკალას, რა ვიცი. როგორია თქვენთვის იდეალური სამუშაო გარემო? იდეალური სამუშაო გარემო, კარგი დარბაზი, თვითონ ანსამბლის წევრები, რომელიც ყველა უკოყვანოდ მომყვება. და მთელი დღე შემიძლია დარბაზში ვიყო და რაღაც ახალი ვაკეთო. რამდენად ითვალისწინებთ კოლეგების რჩევებს? აუცილებლად ყოველთვის ყველა რჩევას ვითვალისწინებდი, ყოველთვის როდესაც ვიწყებდი აი ჩემ პირველ ნაბიჯს, როდესაც ვდგავდი თვითონ როგორც ქორეოგრაფი, ხა საკუთარ თავს ქორეოგრაფს ვერ უწოდებ. ძალიან დიდი ნათქვამია, როდესაც იტყვი რომ მე ვარ ქორეოგრაფი, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მაგასთან, მაგრამ როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგავდი, აბსოლუტურად ყველას ურეკავდი, ყველას ხვდებოდი, ვეკითხებოდი რა როგორ გამეკეთებინა, როგორ, ნუ ჩემზე უფროს თაობას, უფროს ქორეოგრაფებს თვითონ სადაც ვცეკვავდი, ყველას ურეკავდი და ყველას ვეკითხებოდი და ყველას აზრებს ვითვალისწინებდი. მე თვითონაც ვაანალიზებდი, რაღაცებს ვალაგებდი და ამ სტრუქტურით მივყევი და მიყვები დღემდე. დღესაც ესე, რა ვიცი, რჩევებს ვითვალისწინებ ვისთანაც ერთად ვცეკვავდით, თუნდაც ხელმძღვანელისგან, დღემდე გვაქვს ეს ურთიერთობა. ხშირად კარგი მოცეკვავე, კარგი ქორეოგრაფი ჰგონიათ. როგორ განსაზღვრავთ მათ როლებს? შეიძლება მოცეკვავე არ იყო იმდენად ძლიერი და იმხელა რაღაც არ დატოვოს სცენაზე რაღაც, მაგრამ ქორეოგრაფი იყო ძალიან მაგარი და შეიძლება იყო ძალიან მაგარი მოცეკვავე და ქორეოგრაფად არ გამოდგა. ეს არის უდიდესი რაღაცა და ერთად ნაზავი ორივე ეს გენიალური რაღაცაა და ყოველთვის უსურვებდი ჩემ ქვეყანას და ჩემ ხელოვნებას საერთოდ აი ამ ქორეოგრაფიულ სამყაროს რომ ორივე ერთად ბევრი გაზრდილი იყოს. როდესაც რომელიც მოცეკვავე იქნება და ის ამას ქორეოგრაფი იქნება ძალიან დიდი. იმიტომ რომ იმ დიდმა ქორეოგრაფებმა ეხა ყველას სახელს ვერ ჩამოთვლი, აი ყველას ვიგულისხმებ რა, ვინაც თავისი მხრებით, თავისი უდიდესი შრომით მოიტანეს დღემდე. გამგზელებელი ჭირდება აუცილებლად და სწორ რელსებზე დაყენება, რომ არაფრიდან არ გადაუხვიოთ და ვიყოთ ესე. დღესდღეობით ბევრს საუბრობენ ხელოვნებაში არსებულ შემოქმედებითობის კრიზისზე.
როგორ ფიქრობთ, ქორეოგრაფიაშიც კრიზისია? კი, როგორ არ არის? არის დადგმები, რაღაც დადგმები, მე ხა ვერაფერს ვერ შევეხები ეგრე. ყველას თავის სამუშაო სტილი აქვს, თუნდაც ბავშვის აღზრდის ცეკვების დადგმის, მაგრამ ზოგადად მიმართულება ერთია და ჩვენ იმ მიმართულებით უნდა ვიაროთ, რომ ქართული ცეკვა განვითარდეს და არა რაღაც სხვა რაღაცაში გადაიზარდოს. არც იმაზე არ უნდა ვიფიქროთ, რომ მეტი ეფექტი დავამატოთ და გეომეტრიული ფიგურები დავდგათ მარტო და სიუჟეტები არ იყოს. მე უფრო ვფიქრობ, რომ კრიზისი ახლა ნამდვილად არ არის, მაგრამ სიუჟეტი ძალიან ბევრ რამეში დაიკარგა. სიუჟეტური ცეკვებს ვეღარ ხედავ, თუნდაც დაიკარგა ბავშვთა ფოლკლორი, ანუ ბავშვთა ცეკვები. აი მე ჩემი აზრია და მე ვფიქრობ, რომ პირდაპირ არ შეიძლება ბავშვი დატირთო იმ ილოთებით, რაც მოითხოვება სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავის. იმას ინტერესი ეკარგება მე. ხშირად ეცეკვება გულს? გულს ყოველთვის ეცეკვება. რაც არ უნდა, ცუდ ხასიათზე ვიყოთ. ჩემი პირველი ხასიათზე მყვანი ეს არის. რამდენად განსაზღვრავს მატერიალური ფაქტორი თქვენს საქმიანობას? ჩემ პირად საქმიანობას მატერიალური ფაქტორები დღესდღე სამწუხაროდ დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც პოულობთ ძალებს, რომ ვაგრძელოთ ჩვენი საქმე. ვაკეთოთ. რა არის თქვენთვის სამშობლო? ყველაფერია ჩემთვის სამშობლო. მე რო სამშობლო ამყარებოდა ქართულ ცეკვას არ შევჩებოდი. ყველაფერი ჩემ სამშობლოდან იწყება. ქართული ცეკვები რით გამოირჩევა სხვა ქვეყნების ცეკვებისაგან? ჩვენი ცეკვები უფრო მეტი მე ვფიქრობ თვითონ დადგმითაც გამოირჩევა, სიუჟეტებითაც გამოირჩევა. არის ახლა ძალიან ბევრი ანსამბლები, ძალიან უცხოელი ანსამბლები, ისეთი რომ აი ძალიან დიდ დაბეჭდილებას დაგიტოვებს ყველაფერს, მაგრამ ქართული ცეკვის ეფექტი საერთო ჯამში ვამბობ. თუნდაც დადგმებიდან, თუნდაც სპორტული ფიზიკური მონაცემებიდან, თუნდაც აი თავისი კოსტიუმებით, თავისი ყველაფრით აი აბსოლუტურად სხვა გზაზე დგას და სხვა სიმაღლეზე დგას, ვიდრე უცხოური ცეკვები. რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ წარმატებად თქვენს ცხოვრებაში? ჩემს ყველაზე დიდ წარმატებად მივიჩნევ რას, რომ მევიმსახურები ბავშვებს. არის რამე, რაც გადარდებთ, რომ ვერ მოასწარით, როგორც მოცეკვავე? რავი, ნადრევად დავანებე ცეკვას თავი. ხართ თუ არა ოპტიმისტი? კი ვარ. პესიმიზმი არ მეყვარს. რა სხვაობას ხედავთ თქვენს თაობასა და დღევანდელ ახალგაზრდობას შორის? როდესაც ჩვენ პატარები ვიყავით და უკვე აი ბავშვობიდან გავიზარდეთ, მე ისეთ ასაკში მივხვდეთ 17-18 წლები, მაშინ ცხოვრებაში, ანუ ზოგადად ცხოვრების წლების სულ სხვა კრიტერიუმით ისაზღვრებოდა ვიდრე დღეს. ეს სხვაობა ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ზოგადად ჩვენი ასაკის მოცეკვავეებს და მომავალთაობის მოცეკვავეებს შორის, მაგრამ თავარია რომ პარალელი ერთი იყოს და ერთი გზით ვიაროთ. ეგ არის თორე სხვაობა ხა ისეთი უფრო ცხოვრებისეული მოვლენებისგან შეიძლება დავინახოთ. და პლუს ამას რომ ძალიან განვითარდა ქართული ცეკვა. განსაზღვრავს თუ არა თქვენი საქმიანობა თქვენს პიროვნებას? აუცილებლად. კი. როგორც ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში ოჯახმა დიდი როლი ითამაშა და შემდეგ კიდე ქორეოგრაფებმა, ვისთანაც მე შეხება მქონია და ვისთანაც გავიზარდე და მიცეკვია პროფესიონალურ დონეზე თუ სტუდიის დონეზე. დიდი როლი ითამაშეს ყველა. რისი პატიება არ შეგიძლიათ? ღალატის. ერთადერთი რამ, რასაც ხა ვერ მოვკლავ ადამიანს, მაგრამ ვერ ვაპატიებ. ქონიათ თუ არა საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრების სურვილი? არის ცხოვრებაში ესეთი რაღაცები, როდესაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს შენთვის მატერიალური მდგომარეობა და ამ ხრივ შეიძლება რაღაც მომენტში სურვილი მქონია, მაგრამ მაინც ჩემი ქვეყნის სიყვარულს გადავიძლევია. გაიხსენეთ ბავშვობის წლების ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი. ჩემი ბავშვობის პერიოდი ძალიან დიდად უკავშირდება თვითონ ქართულ ცეკვას და ძალიან ბევრი პერიოდი იყო ისეთი, როდესაც აი მაგალითად პირველი გასტროლები ძალიან გახარებული ვიყავი, რაღაც ჭყალებში ვიტყვი, არ მეყვარს რუსული გამოთქვა, შეკრებები, როდესაც შეკრებებზე დავდიოდით, აი პერიოდები ძალიან კარგად მახსენდება რა. აი ეს პირველი ნაბიჯები უკვე როდესაც დამოუკიდებლად დავიწყე მშობლების გარეშე გასტროლებზე სიარული. ეგ ჩემთვის ძალიან დიდი რამე იყო, იმიტომ რომ საკუთარი თავი მასწავლა, საკუთარი თავის მოვლა მიხედვა, ინდივიდუალურად ეს ძალიან დადებითად იმოქმედა ჩემზე. თქვენს ქორეოგრაფად ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი გავლენა რომელმა პედაგოგმა მოახდინა?
ესე ვერ გამოვარჩევ ერთიც, ანუ ზოგადად ჩემი პირველი მასწავლებლებიდან დამოკიდებული, მაგათგან ავიღე ბევრი რამე, ბატონი როზესგანაც ბევრი რამე მაქვს აღებული, თვითონ ბატონი გელებისგან, ეს ყველაფერი ერთად მთლიანად კომპლექსში მოხდა რა, ანუ კონკრეტულად რომ ვინმე გამოვყო დაუშვათ, ხო? ეს ყველაფერი ერთად დამიგროვდა და ის გავითავისე თვითონ ჩემში ჩავდა და მე რაც გამომივიდა და რაც გამომდის, ეს უკვე ხალხის განსასჯელია თვითონ და საზოგადოების. თქვენი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი. პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო, როდესაც პირველ გასტროლზე წავედი პოლონეთში. ბავშვთა ანსამბლიდან. ეს იყო ჩემთვის რაღაც ძალიან განსხვავებული, ანუ მაშინ ვიყავი 11 წლის. ნუ ოფიციალურად როდესაც უცხოეთში გავედი პირველად. ნუ პატარა ვიყავი, სულ პირველი გასტროლი იყო, იქ უკვე 6 წლის ვიყავი და მაშინ დიდი არაფერი არ მახსოვს, მაგრამ უკვე როდესაც ბევრი რამე შერჩა ჩემს მეხსიერებას, 11 წლის ვიყავი რა, 11-12 წლებოდი არ მახსოვს. აუ ძალიან დიდი სიხარული იყო პირველ რიგში ჩემთვის რა, იმიტომ რომ მე თვითონ უნდა მეკეთებინე ჩემი თავისთვის ყველაფერი, ეს პასუხისმგებლობა უნდა მეცეკვა კიდევაც ჩემი თავისთვის უნდა მომევლო და დიდი ყურადღებით უნდა ყოფილიყავი და სხვათა შორის არ გამიჭირდა, ძალიან კარგად გავართვი თავი, ნუ ხა იქ უფროსი თაობაც მოდიოდა და მშობლებმა იმ უფროს თაობას ჩააბარეს ჩემი თავი, მაგრამ რავი, დიდი წვალება არ დაჭირდა, არავის რომ მე ესე რაღაცა ის ყოფილიყავი. რა არის თქვენთვის ბედნიერება და ხართ თუ არა ბედნიერი? ბედნიერება ზოგადად ადამიანი საკუთარ თავს ბედნიერად გრძნობს, როდესაც თავის საქმეს აკეთებს და ხელისშემშლელი პირობები არ აქვს და ზოგადად ეხა ბედნიერი ვარ იმ მხრივ, რომ მე ჩემს საყვარელ საქმეში ვარ. ბედნიერი ვარ იმ მხრივ, რომ გვერდზე საყვარელი ადამიანი მიდგას და ერთ სფეროში ვართ ორივე და ზოგადად ოჯახი მყავს. და ოჯახი ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და ჩემი ანსამბლის ჩემი ოჯახია ერთი. სტაბილური წარმატების მიღწევისათვის რა არის საჭირო? სტაბილური წარმატების მიღწევისათვის არის უდიდესი შრომა და არასოდეს არ უნდა გაჩერდე და არ უნდა თქვა რომ მე ჩემსას მივაღწიე. ან თუ ქართული ცეკვის მხრიდან გადავხედავთ, სულ მოძრაობაში უნდა იყო. სულ რაღაცის ძიებაში უნდა იყო, სულ რაღაცის კვლევაში უნდა იყო და სულ ამას ჭირდება, ანუ თვითონ ცხოვრებისეული სწავლა და აი სულ უნდა ისწავლო რა. რა არის სიკეთე? სიკეთე ყველაზე დიდი რამეა ცხოვრებაში, ადამიანის ცხოვრებაში. სიკეთე არის ის, რაც გვაცოცხლებს და რასაც შეუძლია რომ აი გაგვაბედნიეროს, გაგვახაროს და წარმატებებს მიგვაღწევინოს. აი ეს არის სიკეთე. სიკეთეს უსურვებთ ყველას. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რომლის გადალახვაც მოგიხდათ? ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ზოგადად ძალიან ბევრი დიდი წინააღმდეგობები შეხვედრია, თუნდაც აი მატერიალური მხრიდან, თუნდაც ანსამბლის ჩამოყალიბებაში. ზოგადად რომელიმეს ნამდვილად ვერ გამოვყოფ, მაგრამ ბევრი წინააღმდეგობა ვნახე ცხოვრებაში. ანუ იმდენი ვნახე, რომ არ მინდა ხა რომელიმე გამოვყო უკაცრავად. ანსამბლის წევრებს როგორი ურთიერთობა გქონდათ? ცოტა რამ თქვენი მეგობრების შესახებ. ფანტასტიკური ურთიერთობა გქონდა და დღემდე ეგეთი ურთიერთობა გვაქვს. ეგენი არიან ჩემი უსაყვარლესი ძმები, ჩემი და დები. ყველა აბსოლუტურად ყველასთან, რა ვიცი. ესე ვიტყოდი, რომ ესეთი შეკრული ჯგუფი ძალიან იშვიათია ჩვენ ვითაობა რო იყო. აი, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა, ოდნავ თვალებში ერთმანეთს შეგვეხედა, გინდას გოგო ყოფილიყო, გინდას ბიჭი იყო, უკვე ვიცოდით რომ რა გვინდოდა, რა გვაწუხებდა, რა გვიხაროდა. დღე და ღამე ერთად ვიყავით თითქმის რა, ანუ მართლა დღე და ღამე დარბაზებში ვიყავით. იმ პერიოდში იყო ცივი დარბაზები, არც დინი იყო, არც გათბობა იყო. აი, ძალიან საშინელი პერიოდი იყო, ბავშვობის წლებიდან მოყოლებული ვიხსენებ. და ესე ისე გავიზარდეთ ერთად, ისე გავიტანეთ ერთმანეთი, აი ისე ტკბილად, ისე თბილად, რომ აი, რა ვიცი, ეს არის ჩემთვის დაუვიწყარი მოგონება რა და შემოვევლე ყველას, ძალიან მიყვარს ყველა. სად უფრო კარგად გრძნობთ თავს, ბავშვებთან მუშაობისას თუ როცა ანსამბლში ცეკვავდით? ბავშვებთან მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება, მაგრამ ძალიან ნანო პროცესს დავიდევანებ. შეცვლიდით თუ არა თქვენს წარსულს? ჩემ წარსულს ისევ ცეკვას რომ მომსახურებოდი, ოღონდ შეიძლებოდა რომ რაღაცეები შემეცვალა, რაღაცეები არა. ზოგადად ესე ადრე ცეკვას თავს არ დავანებებდი. შემოქმედებითი თვალსაზრისით ყველაზე ხშირად ვის რჩევას ითვალისწინებთ? შემოქმედებითი თვალსაზრისით
ეხლა ამ ეტაპზე ვითვალისწინებ, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლის რჩევას, რომელიც ჩემს ერთად ვემსახურებით მაგ საქმეს ყოველთვის და ვითვალისწინებ ჩემი ახლო მეგობრების რჩევას და ჩემი ყოფილი ქორეოგრაფები, ვისთანაც მქონია შეხება, ვისთანაც მიცეკვია, თითქმის ყველანსაც ვითვალისწინებ. თქვენი აზრით, დღეს რამდენად რთულია მოცეკვავისათვის წარმატების მიღწევა საქართველოში? ძალიან ბევრი შრომა არის საჭირო, რომ წარმატებას მიაღწიოთ. და პლუს ამას ნიჭი უნდა გქონდეს. უდიდესი შრომა არ უნდა დაგეზარდეს, მაგრამ არის ბევრი ხელისშემშლელი პირობები, თუნდაც ეს შეიძლება იყოს მატერიალური, შეიძლება იყოს რაღაცა, მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი. სულ შენ სულში გიზის ეს საქმე და ამ საქმით გინდა იცხოვრო, მაშინ უნდა მოერიო. უნდა შეათავსო. აუცილებლად სხვანაირად არ გამოვა, მაშინ ან ერთი უნდა გავაკეთოთ, ან მეორე უნდა გავაკეთოთ. პრიორიტეტი, ანუ წარმატების მომტანი ქართველი მოცეკვავისთვის არის დიდი შრომა. ამას დიდი დრო ჭირდება ძალიან. როგორ შეაფასებდით მოცეკვავეთა ახალ თაობას? ყველას წარმატებას უსურვებდი, ყველას უსურვებდი, რომ ასულიყვნენ ისეთ სიმაღლეზე, რომ ყველას გვეთქვას ჩვენ, რომ კარგი მოცეკვავები გაიზარდნენ და კორიფეები გამختარიყვნენ ყველა. რა ვიცი, შევაფასებდი იმას, რომ კარგად განვითარების მხრივ ძალიან კარგია, მე მესალმები, რომ რაღაც დონეზე განვითარდა, მეტი წინ წაიწია თვითონ ქართულმა ქორეოგრაფიამ და რა ვიცი, შეფასებას მივცემდი ერთ რაღაცას, რომ მეტი ეშრომოთ რა, კარგია ეს ყველაფერი, მე მომწონს პირადად ეს განვითარებაც, ეს რაღაცები არის დამატებული, რაც ზოგი მისაღებია, ზოგი არ არის მისაღები, მაგრამ უნდა იყოს თვითონ ქართულ ძირეული და არა დაუშვათ, აი გავცელდა ხმები, რომ აი კოუპაკის ილეთები გადმოიტანეს, რაღაცა ეს გადმოიტანეს, რაღაცა ეს ყოველთვის რაღაცით იყო ქართული ცეკვის თვითონ პროგრამა შევსებული რა, თუნდაც სავალეტო ილეთებიდან, თუნდაც აი ყოველთვის რაღაცას ავსებდა რა, მაგრამ ამას როდესაც ქართულად გააკეთებ და გააქართულებ, თუნდაც ტექნიკური მხრიდან, თუნდაც ყველა მხრიდან ყველაფერი კარგია და ლამაზია, რაც უცხოდ გამოჩნდება და რაც ახალია. რა რჩევას მისცემდით საკუთარ თავს? მეტი უნდა ვიშრომო, მეტი უნდა ისევ და ისევ მეტი უნდა ვეძებო, მეტი უნდა ვისწავლო და უფრო დავიხვეწა, რაც მთავარია. მეტი განვითარება უნდა მივცე ჩემ თავს. და ბოლოს, ორი სიტყვით ჩვენი გადაცემის შესახებ. მე ძალიან მადლობელი ვარ თქვენი წამოწყებით. ალბათ ადამიანი არ არსებობს, ვინც ქართულ ცეკვას ემსახურება, რომ ამაზე თქვას, რომ ეს არის ცუდი წამოწყება, პირიქით ეს არის მნიშვნელოვანესი რაღაცა. ეს თვითონ ვინც ჩვენ ვემსახურებით ქართულ ცეკვას, ეს სამუდამოდ დარჩება ისტორიას და მომავალი თაობისთვისაც მაგალითი იქნება ყველაფერი, ეს დარჩება და იქნება ესე და ეს არის უდიდესი საქმე. პირიქით მე მოხარული ვარ. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ დღეს ჩემი სტუმარი იყავით. ხანგრძლივ წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას გისურვებთ.